მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ეს არის ჩვენი პოდკასტის, მისაყოლებელი პოდკასტის მესამე ეპიზოდი და ჩვენი სტუმარია დღეს უნიჭიერესი, უსაყვარლესი და უმაგრესი გიორგი ქორიძე, იგივე კორსიზი. მადლობა რომ ჩვენთან ერთად. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად. არ მხოლოდ დავუჭახუნოთ და მე მეკითხე ის შენი ჩამჭრელი კითხვები. ჩამჭრელი კითხვები. ეგეთ პოდკასტზე ხარ მოსული? დაჭახუნება როგორ იმაშნათ, ეხლა წაგებულმა უნდა დალიოს შოთი. ხო? ესე იყო. მიდი რო გერიდება. ფინალისტი არ სვამს და ხო, ვისი წაგებული იქნება არ დალიოს რა. კაი, რადგან მე სტუმრად ვარ, მე მგონი თქვა უნდა დაარტყათ. კაი, ბაზარი არ არის, მე იმაზე უნდა ვახოიცი და მე გამიტყდა, არ გამიტყდა. მაგაზე უნდა სხვათა შორის რაღაცა უნდა მითხრა და რაღაცა უნდა გიპასუხო მაგდროს. ჭეშმარიტად. შენ სვამ ხო? კი. და შემოგიერთება, ბიჭო, საითა ის? არა. არა, შანსი მაქვს დაიწყო უკნიდან. მე შენ ჩაარტყი. ნახე რომ ესე იჭერე ხა ჭინჭყლობს. ჭინჭყლობს. მე და შენ უკნიდან. და ვინც აგებს ორს სვამს. არ გასწორს. მიდით ბიჭებო. აბა. მადლობა. მაინც მოდი. თქვენ მოგიწიეთ, მიდი ორივე. გამოჭრეს ერთი კვერცხი მეტი რა ხელში და გამიტეხეს და მე ვითომ დამიცვეს რომ არ დამელია და ეხა აი შემომიტანეს ახალი კვერცხი და ისე მე გამიტყდა. მიდი, შეგიძლიათ დალიოთ. ჩემი დანჯვა უნდა. მე ვერ ვწდები. მოდი, ქორო. ძალიან მეძინება. შენის დებართვით ძმაო, მე ვიტყვი ჩვენი გამომწერების და ერთგული მაყურებლის სადღეგრძელოს ადამიანების, რომლებიც მაყურებლის თუ მაყურებალუბალის. სულ ეს იყო, კარგად ძანდებოდეთ, მეგობრებო, დავასრულეთ დღევანდელი პოდკასტი. ჩემი აზრით, გაგრძელება აღარ ღირს. რთული პოდკასტი გველის. ძალიან აშკარა ძალიან მძიმედ დღეგვარს. მოკლედ, უღრმესი მადლობა. პირველ ეპიზოდს რა შედეგებიც ჰქონდა მაგისთვის, უღრმესი მადლობა. 5000 გამომწერზე უკვე ავედით. მაგისთვის ცალკე მადლობა და აქვე შევახსენებ რომ 20000 გამომწერზე გვექნება ჩელენჯები ლუდისმაში, ჩიფსის შამაში და მოკლედ ბევრი მაყურებელთან ერთად რა თქმა უნდა ხო მე და შენ არ ვიყავ. დიდი მადლობა რა. მე ჩავაქსო. გაგიმარჯვეთ ყველას გილოცავ და აღმომას რავალს და ეს ხوار გამოვაკეთე. გენეცვალეთ ბიჭებო, მაყურებელს გავუმარჯოს. მადლობა დაფასებისთვის. ბიჭებო, მაყურებელს რა თქმა უნდა გავუმარჯოს და ძალიან კარგია ახალ დაწყებულ პროექტს რომ ესე მხარს უჭერთ თავიდანვე ძალიან სასიამოვნოა და კუთის სახით დალია აღარ მინდა ასევე პირველ რიგში მინდა ის თქვა რომ ძალიან მიხარია რომ ცოტნე მოხდა თავის სამოთხეში და არის ისეთ გადაცემაში რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა და ისურვებ თქვენც ესე გაგიმართლოთ ცხოვრებაში რა. მიდი დალია და გეტყვი ცოტნეს ახალ მიზნებს თუ მინდა. ახალი მიზნის მეტი რა მოქვს. რამდენი მიყოლაში ჩემ კარგად ხარ? ცოტნეს ახალი მიზანი აქვს ეხა დასახული რა. ეხა უნდა რომ პოდკასტი გაიგეთებინა სადაც დალევ და რაღაცა ესე ბედნიერად რამდენი ხანია მთრალი პოდკასტი და რაღაცებს ვაზრობს ხოლმე სულ. ეხა უნდა 24 საათიანი ლაივები ამის რა. რომ აი ზარი ხო ისე ამის არის რა. ლუდი რო გაგითავდება დაარტყავ და ივსება უცებ. ერთხელ შეიძლება მომდის ეხა 20000 ხო დისკაუნტ ჩელენჯები. 30000-ზე იყოს 24 საათიანი ჩელენჯი. არა, სტრიმი 24 საათიანი ლაივ სტრიმი, სადაც ცოტნე სვამს ყველა იუთუბერთან ერთად. რიგრიგობით და რამდენი იუთუბერს გავყო? აუ, საინტერესო იდეა ვიდეოს. რამდენი იუთუბერს დავათრობ. არა, ორზე გავჩერდები, გააჩნია თავიდან ვინები იქნებიან თუ. რამდენს დაათრო? ხო, არა ეგ. რამდენს დაათრო შეუძლია. რამდენთან დალე უფრო თემა. რამდენი მოვა სტუმრად შენთან და ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრებო, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რო არა ჩვენი წარდგენი ლუდისა, ძმაო. დიდი მადლობა ლუდისას ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და ჩვენს გვერდში დგომისთვის. თუ გაინტერესებს სად იყიდება ლუდისა, შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე ludisa.g და მან ყველანაირი ინფორმაცია იპოვოთ ლუდისას შესახებ. ჩვენი პროდიუსერი დღეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დოდო დავარქვით და დღეს შემოგვეხმიანება ეს ახლა და რაღაც ხანდახან ჩამორჩენები ექნება რა, სანამ გადასერჩავს, გადმოსერჩავს რაღაცას. შენ ხვალ წერია რითი შედგება
შედგება? რისგან შედგება? ნუ ყველანაირი ინფორმაცია ლუდის შესახებ და დიდი მადლობა ლუდისას და ასევე გამიმეორებ, რომ დანარჩენი სივრცე სარეკლამოდ თავისუფალია და კომპანიებს თუ სურვილი ექნებათ დაგვიკავშირდით და ვიმეგობროთ. და მე გირჩევდით ჩიფსი ვისაც გიყავთ გასინჯოთ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. ნამდვილად შემიძლია და სტუმარიც გავიხსენოთ, რომ სტუმარი ყავს დღეს გადაცემაში. გენიალური მსახიობი. მორიდებული ლოთი. შაპიტოს ყუთებზე ხა რამდენი გეღაზა მაგას აღარ გავიმეორებ. აინც ლუკა გალატოზის სტილია. ხო. მე მაქვს ეს კითხვა, დამაბარის. რამდენი გადაგიხადეს შაპიტოს ხმაში? 110 ლარი თუ 100 მიღადავები? 100 ლარი მე მგონი რაღაც. და ერთი წელია გადის, ხო? მე არ ვიცოდი პროსტა. მე შენ ადგილას მოვითხოვდი კინოში ყოველ სეანსზე. ბიჭო, ნახეთ. ყველა ბილეთიდან. მე არ ვიცოდი, რომ თელი წელი გავიდოდა. მნიშვნელოვანი იყო. და ხალხი იცნობდა მაგ ყველაფერს. და რაღაც ჩავწერე. ყველაზე მნიშვნელოვანი რეგალია რაც აქვს ქოროს, ეს არის TikTok-ერი. ვახ. რატო იცინი? ეხა დავარეპორტოთ ყველამ ცოტა not interested გავუგეთოთ for you-ზე. For you არ გვაინტერესებს. როგორ არ გვაინტერესებს კაცო TikTok-ს? მე მევასწრებ for you რეალურად პირველად დაგინახე გაგიცანი ბჭყალებში TikTok-იდან რა. მე ისე გაგიცანი ქორო პირადად ჯერ და მე გავიგე რომ TikTok-ი ქონა რაღაცა და ისე არ ვიცოდ მე არ მქონდა საერთოდ. ჩემს ეგ პრობლემა. არა, ნახე, ადრე რა პრობლემა იყო გეტყვი ხა რა. მეც რომ აქტიურად ვაკეთებდი TikTok რა, მოდიო თქვენ როსოთ, მე რო ვლაპარაკობ დრო იხელთე. არის ჩქაროთ, რო გვაქვს დასალევათა სალაპარაკოთაც. მე რო აქტიურად ვაკეთებდი TikTok-ს, სულ გარშემო ეგეთი ის იყო, რომ რა TikTok-ს რა გადმომა, TikTok-ი არა ის და ყველას ვეუბნებოდი რომ მეთქი არსებობს რაღაცა for you page, for you ქვია, ნუ TikTok-ზე ყველა მეცის მაგას. რასაც შენით დაადგენ მეთქი როგორ გინდა რომ გქონდეს. მე ხა მაგალითად როგორც მინდა ისეთი მაქვს. მიგდებს ფეხბურთის ვიდეოებს, მიგდებს Valorant-ის ვიდეოებს, მიგდებს ძაღლების, კატების, ოქტოპუსის, იმიტომ რომ გამოწერილი მყავს, რა თქმა უნდა, თავისთავად. და მიგდებს მიმის, ანუ მიმი რო გააცოცხლო და ვიდეო იყოს, ეგეთ ვიდეოები. პოდკასტიდან არა მოგიგდო ვიდეოები? მე თვითონ ნახე. აი, ეგ ჯობია. ეგრე ჯობია. მაგრამ ეგ არის რა, ანუ თავიდან იყო ეგ პრობლემა. შეგიძლია შეადგინო როგორი გინდა რომ იყო შენი TikTok-ი და რას უყურო. კი, ხო და ადრე რა პრობლემა იყო? ადრე იყო ყველაზე დიდი პრობლემა ის, რომ რაღაცა ძალიან კრინჯი ვიდეო შეხვდებოდა ვიღაცას და ეგონა რომ თელ TikTok-ზე ეგეთი კრინჯი ვიდეოები. არა და რასაც გინდა დასერჩავ, გამოიწერ და ნახავ. მე მქონდა ძალიან დიდი ხანი ეგრე პროსტა გადმოწერილი მქონდა აპირა და რო შევდიოდი, ანუ არ ვიყავი დარეგისტრირებული რაღაც, არაფერი არ მქონდა. შეგინდა ხო რენდომ გიგდებს მან ყველაფერს რა. და აი უცებ რაღაცა ძალიან კარგ ვიდეოს რო უყურებ, აი რაღაც შეიძლება თვალზე ცრემლი მოგადგეს რაღაცა და აწევ და შენი დედა იქიდან და აქედან ვიღაცა აგინებს კიდე და ეგ TikTok გარჩევებზე. ხო, აი რაღაცას აი ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მოგიწია, ოდეს, მაგრამ ლაივებში შენ არ აკეთებ TikTok. არა, ლაივში არ გავსულ არასდროს. ისე რას ფიქრობ მაგ გარჩევებზე? არ ვიცი, რა, მგონია რომ ხუმრობენ და იმედი მაქვს. ხუმრობენ. და დედაზე გამხელა, ამხელა რაღაცა თუ ხუმრობა არის, ამხელა დადგმები და სცენები რაც ხდება ხოლმე. არა, ხო, ანუ გარჩევა როგორც ესეთი ხა რომ დაუკვირდე და რაღაცა ხალხის წინაშე არ უნდა ხდებოდეს, ხო, რომ თუ ისე ვუყურებთ. როგორც თვითონ უყურებენ ვინც არჩევს. არა, როგორც ასე რომ ისე თუ უყურებთ ხალხის წინაშე რაღაც ვიდეოში, ერთმანეთს არ უნდა აგინოთ ტიპებმა და არ უნდა გაარჩიონ იქ რა, ნუ ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ და ალბათ მგონია რომ ეგ რაღაცა ერთმანეთში მე რა არ ვიცი, იცი? შენ არ ვიცი თქვენ თუ იცით რომელიმე, მითხარით ბავშვები ძალიან ბევრი ხმარობენ რა TikTok-ს. ძალიან ბევრია ჩვეულებრივ და ევასებათ ალექსანდრეს ჩემიშვილის მაკაცები, ისინი რაღაც აქვთ რაღაც მანქანების იმებზე აკეთებენ რაღაც აივასებათ, მაგრამ ეგეთი რაღაცები. არ ვიცი რამდენად აქვს TikTok-ს, როგორც YouTube-ს აქვს, ეგ YouTube Kids-ია, რამდენად შეგიძლია რომ გაუკონტროლო ბავშვს. მე მგონი რომ არა აქვს, იმიტომ რომ არ შემიმჩნევია არსად და პროსტა რაც არ უნდა იყოს random შეიძლება ნებისმიერ ბავშვს ამოვარდეს, ეგეთი სისულელე რაც ხდება ხოლმე რა და მე მაგრა არ მევასწრებ. For you გააქვს და რაღაც კონკრეტულ ვიდეოებს გიგდებს, გარდა მაგისა ხო ლევი ვიდეოც ვარდება მან რომელიც შენთვის არ არის საინტერესო. თან ჩვენ ხო გვევასება, მაგრამ ეს ჭხუბები და ისინი არ ვიცი, ყველას ისინი რო რაღაცა მაგაზე ხო გითხრა ეგ ის არის, ხუმრობით არის. რა, ხუმრობით. ბიჭო, ნებისმიერ სერიალიდან და იმიდან ამოჭრილი. არა, გარჩევები რაღაცები ჩვენ იმაში ზის, ეხლა მაგალითად მე მახსოვს სკოლაში რო დავდიოდი, YouTube-ზე იდო გარჩევა რა. წლიპასი, კანონიერი ქურდის და ანუ ვიზეპირებდით და რაღაცა ვიცოდით ყველამ რა, იმიტომ რომ YouTube-ზე იდო და რაღაცა
აშკარად გენში გვაქვს მე მგონი. ხო, ნანახი გექნება. აბანოში წასვლაზე რა იყო? 28 ვარ მე. ხო, თითქმის რა, 3 წლით უფროსი ვარ ჩვენზე, უფროსები ვართ. ხო, ნუ ბაჭდი დალები ვარ, რა უფროსი ვარ ბიჭო და ცოტა ჩუმოხდა. I am so twist. და და დაჟორსი დეშ. ხო და ის რა ქვია მაგას ხუმრობით არისო რომ ამბობ რაღაცა ის ყოფილა შემთხვევა რომ მაგ YouTube TikTok გარჩევების გამო ვიღაცა ტიპს დააყენეს ლონდონში შეჩემა სხვა კომანდა რომ საცემა და რაღაცები და გალაქტიკას კიდევ Facebook-ზე. Facebook-ზე ნახე? Facebook-ზე ამომიგდა რომ ის იყო რა ქვია ვიღაცასთან რაღაცა ის კონდათ გარჩევა თუ რაღაცა თუ გარჩევა ქვია მაგას და მე რაღაცა უბანში მიადგა ტიპს და ამან გააგდოთ დაჟე ანუ ის დაადგა საცემად და ამან სემა მე მგონი თუ რაღაცა და გააგდო ჩემი აზრით ეს ფაქტი მომეწონა ეხლა ეს პირიქით რო არა ხო ეგ მარაზმია ძმაო ეხლა რო წარმოიდგინე აი 20 წლის წინ რო გადაახვიო და ესეთი რაღაც რო უთხრა ვიღაცებს რომ აი ხალხის ვიდეოში ჩხუბობენ ხო ეგრევე დაქციან და გეკოლია ქალაჩუნობა სისულელია ვაფშე ეს ვიდეოში ჩხუბი ცალკე სისულელია და ძალიან მარაზმია კომენტარებში ისეთი რაღაცეების წერა რაც არაკორექტულია და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ და ხო აი რაღაცა რო გაწერია რა რაღაცა იუზერ 1907 რაღაცა ლუციფერი და რაღაცა სისულელე და აგინებ ვიღაცას და ლანძღავ ძალიან ცუდია რა რავი მე მაგას ძალიან დიდი ხანი აქვს საერთოდ კომენტარი არ დამიწერია არსად იმიტომ რომ მარტო კარი დადებითი რაღაცა შეიძლება დაწერო რა და ნახე მეც ეგ მიდგომა არ მოგწონს გაატარე რა ბიჭო არ არის აუცილებელი ეს ლანძღვა გინება რაღაც ვიღაცას ძალიან ტკენგულს ამით ვიღაცას რავი ძალიან შეურაცხყოფას აყენებ მე ლონდონში თუ დადგა ვიღაცა რა თბილისი ამხელა არის რაღაც 1000 სისულელე შეიძლება აქაც მოხდეს მაგის არ არის ვაფშე კაი ეგზამა სხვა ვინც ნახულობს ვიდეოს ახლა მაგალითად აი რაღაც ვიდეო ამოგიგდა კომენტარებში შეხვედი და ვიღაც უწერია რაღაც ნეგატიური კომენტარი შენზე მოქმედებს მაინც და იმას ელახება რაღაცა თავისი ის რაც აშენებული აქვს რაღაცა კაი ტიპია რაღაცა ვიღაცამ დაუწერა ცუდი რაღაც ბევრი ლაიქი აქვს და შენც რაღაც პონჩი აი ეგრე ფიქრობ არა მაგრამ ამ ტიპზე უკვე ისე ხარ რა ნიტო რა და ხო რა გარემოსთან უარყოფა ნასაღნა იყოს ძალიან მოქმედებს შენზეც და ვაფშე საზოგადოება მე ეგრე უყურებს გაშავება ეგრე ხდება ადამიანების ზოგადად და ძალიან ცუდი რაღაცა ხო მე დავთავრე ბოდიში შენ რაც თქვი ახლა რა ეგ რა მეც მირჩევნია ან კარგი კომენტარი დავწერო ან თუ ცინიკურ კომენტარს ვწერო ვისაც ვიცნობ იმას დავუწერო ვიდრე ვიღაცას ცუდი კომენტარი დავუწერო და რაღაცა გავლენა იქონიოს რა მირჩევნია რომ პირადში მივწერო და რაღაცა ვურჩიო თუ რაღაცის ის მაქვს რა ქვია განათლება იმ სფეროში ხო რაღაცა ცუდად თქვი ძმაო ის რაღაცა და იქ მაგინე იმის გამო რომ შეიძლება მე რაღაც არასწორი არა მე ეგრე მიქნი სხვათა შორის მქონია ეგეთი ის რა შემთხვევა დაახლოებით ახლა არ ვიტყვი რა სახელს დაგვარს რომ ან რაღაცა TikTok-ს საკმაოდ ცნობილი არის TikTok-ზე და ასე შემდეგ და რაღაცა ჩემ ვიდეო დავდე და ჩემ ვიდეოზე დათაგეს რა ეს ადამიანი და იმან დაუწერა რომ ამას ნუ მადარებთო რა მეო ჩემზე დაუწერა და უფრო მძიმე ფორმებში იქნებოდა ალბათ ხო და Instagram-ზე გადავედი ანუ TikTok-იდან Instagram-ზე გადავედი და მივწერე ეგრევე რა მეთქი რა და Instagram-ზე რო არ ქონდა ნაპასუხები TikTok-ზე დაუწერე რომ მოწერილი მაქვს და იქიდან მიპასუხო მეთქი რა მე რიქაც არ ვხდა დაადგა ლონდონში არა ხო და ნახე არაფერი არ და უბრალოდ გამიკვირდა ეგეთი რაღაცა რომ დაწერა და მე Instagram-ზე რომ მივწერეთ რაღაცა სხვანაირად ფიქრობდა სხვანაირად ეგონა რაღაცები და პირიქით ძალიან კარგად ის ვქენით დავლაგდით და ასე შემდეგ რა და შეიძლება ეგეთი რაღაცები ისე მოხდეს რომ კომენტარში ვიღაც დაგიწერს ვიდეო კი არ ჩაუწერო და რაღაცა ბიფი და ვიღაც ხალხი არ კაიფო და მიწერე და გაარკვია ის რატო ფიქრობს ეგრე მე რატო ფიქრობ ესე და ასე შემდეგ შეიძლება რაღაცა კომუნიკაცია არასწორი ინფორმაცია ქონდა იმას რა ხო და კომენტარების თემა ეხლა ხდება YouTube-ზე რა ვიღაცა დაგახურებს თავზე გაგინებს გაფუთხებს არაფრის გამო იუზერ რაღაცა ხო სულ ხო რა იმის გამო რომ შეუძლია მაგის გაკეთება და არის ჟება მე მგონია რომ YouTube-ი მაინც მე უბრალოდ მივეჩვიე რომ ზოგადად არ ვახცევ მაგას ყურადღებას ერთი ეტაპი იყო ცხოვრებაში ნუ რაღაც მომენტი რაღაც ხუმრობის გაცოცხლებულზე ხუმრობის გამო ის იყო რა TikTok-ზე გააზიარეს კომო ხუმრობა იყო სხვათა შორის ხო და ნუ ის რა ქვია TikTok-ზე გააზიარეს ხო და YouTube-ზე ცუდი არაფერი არ ეწერა ნუ იყო 1-2 კომენტარი რასაც განდარებდა რაღაცა TikTok-ზე იყო გაზიარებული ეგ მომენტი ნუ დამაინტერესა ჩავყევი რა კომენტარი არ უნდა დაგაინტერესოს
რა მაგინე TikTok-ზე ისე სანამ სკროლო კომენტარებს აი რაღაცას გაზოცხლებული იმის რაღაცა თავიდან ხო იცი სულ ძალიან კაი ისწერია და აი თუ არის 100 კომენტარი თქვა რა ბოლოც არ ვნახულობ იმიტომ რომ ბიჭო არის ბოლოში არის მანამდე სულ ძალიან კაი ისინი ხო და ბოლოში შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც ეწეროს მე ხშირად გამიგია რომ აი TikTok-ი უფრო ტოქსიკური არის მაგ კუთხით რა ვიდრე YouTube-ი რა საკამაოდ გაცილებით უფრო მეტ თავისუფლებას ასწავლებს საკუთარ თავს ვიდრე YouTube-ს გადაცემის ეხა რაც გქონდა ჰამაგზე რა გიორგი რო გქონდა TikTok-ზე ეხა შიგადაშიგ ჭრიან ხოლმე და სულ აქვს ხოლმე რა ბევრი ნახვები კომენტარებს რო დავაჭერ просто დაგეზარება რომ სათითაოდ ყველას მიწერო რა სისულელეა რომ მიწერო არა და მაგიტომ კიდია და ანუ რატო არის გამოწვეული TikTok-ზე რატომ ესმის ეგ იცი ვერ ხვდებიან რა ის იყო ეგ მაგალითად რასტელი იყო მერაბ დვალიშვილი რო ყავდა არა მერაბ დვალიშვილი დადეს ეხლა ამასიან მერაბ დვალიშვილი რო ყავდა რა არ და რაღაცა შეგვეხმიანა თვითონაც ჩვენს პირიქით რაღაცა მუღამი ქონდა თვითონაც რომ მოსულიყო სტუმრად წარმოიდგინე რა რომ თვითონაც ქონდა მუღამი რომ სტუმრად მოსულიყო ჩვენთან და იცო სადაც მოდიოდა და კომენტარებში უწერენ რომ მე რა ბარ გეკადრება მან რომ მიხვედი და ალბათ მიიტყუეს და რაღაცებს წერენ და ეხა ეგეთ ადამიანებს თან ეხა არ ვამბობ რაღაცა ცოტა ისეთ სიტყვებით წერე და ეგეთ ადამიანებს არა უხსნი რა რატო ხდება ეგ და რაღაც აი ცხოვრებაში თუ შემხდება ესე აი ტიპს თუ დავინახავ და მე ეს ცხოვრებაში არასდროს არ გეტყვის არასდროს არ ყოფილა არასდროს არ გეტყვის აი მაგასთან ყველაზე დიდი სიამოვნებით თუ შესაძლებელი იქნება დავილაპარაკებ ჯერ და ნუ დანარჩენი რა ვიცი იმედია ყველაფერი კარგად იქნება დალეული არა მაგას არ აქვს მაგ დროს მნიშვნელობა რა არასწორად რო ადამიანი რაღაცას გეუბნება არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ჭიქა მაქვს დალეული რა ჩემი აზრი არის რა მარტივად რო ვქვა რა საიდან გამომდინარეობს ეს რო უფრო ტოქსიკური არის TikTok-ი რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოქლიავებული ბოდიში მაგის გამო TikTok-ზე არის შესული და აკეთებს ლაივებს იმისთვის რომ ფული იშოვოს რაღაც იქ დელფინები და ნუ ხო რეალურად ხო მაგის გამო აკეთებენ მაგას რო აი დელფინები და რაღაცეები არიან რა ის ვარდები და მეთქი დელფინი ყავს ვიღაცას და TikTok-ზე გამოაჩინა კარგად ხარ შეჭიმაში ხო და EA დოდომ მიგვანიშნა რომ დელფინი ყავსო ერთ ქართველსო რომელიც კონტენტს დებსო ეგ ვიცი ეგ ყველაფერი და ადრე უფრო ნახვები ქონდა სხვათა შორის მაგას 1-5 წლის წინ არა იმაზე არ მაქვს საუბარი ვინც ვიდეოებს იღებს თავის გასართობად რაღაცეები აი შენი ვიდეოები პირიქით მე ვასება შენ მოსვა მაგრამ кайფობ შენი ვიდეო მოგევლე გაიხარე მე ვასება ეგეთი აი ეგეთი იუმორი შენი ძალიან მე ვასება ეგ კატეგორია ხალხის ხო ხვდები რომ მარტო იმისთვის ზიან და ლაივში ნახე ცოტა ნახე მანდ მეორე მხარეა ეხა ნახე აი მე ვეჭვმაქ რომ მეორე მხარეს ვიქნები ვისი ბრალია ეგ ყველაფერი აი რატო აკნინებ მე მაგას რა ანუ აკნინებ ეხა ძალიან ისე პედესტალიდან არ გელაპარაკები რა ხო ხდები მე კუთხით არ გელაპარაკები ანუ ეგ არის გამომწვევი მიზეზი რატომაც არის ტოქსიკური საპროექტი ეგ არის რომ მაგას ნახვები იმის გამო აქვს რომ ჩვენ უყურებთ რა ჩვენ შეიძლება ჩვენ სამი არ უყურებთ მაგრამ ხალხი უყურებს რა და მაგას კი არ უნდა ისქნა რა ქვია ეგ კი არ უნდა აძაგო და მეც რა არ მომწონს ეგ ის უნდა ის არ შეიძლება ვიღაცისთვის ხონერეთ იყოს ან რაღაც მე არ მომწონს ძალიან ის რომ აი ვიღაცები ხო ურიცხავენ ფულს ახლა მაგას რაღაცა ისა აი ვიღაცები აგინებენ იმ ხალხს ვინც ფულს ურიცხავს მაგას რა ხო არა აი არ მგონია შეიძლება მაგ ადამიანს რომ ვიღაცა 5 ლარს ურიცხავს იქით ბევრად მეტ ქველმოქმედებას ვიღაცას სხვასთან აკეთებს რაღაც არ შეიძლება მაგის გამო ვიღაცა გალანძღორო ვიღაცას ეხმარება რა მაინც დახმარება უნდა იმას იზავს ხო რა მაინც დახმარება რა ასე თუ ისე რა და ხვდებით ახლა ჩვენს ყველა რომ რაღაცა კი ხუმრობთ ამ თემაზე რაღაც ის მაგრამ დახმარებაა და ვინცაც როგორ უნდა დახმარება ისე გაუწიოს ნებისმიერ ადამიანს თავარია რომ ვიღაცას ეხმარება რეალურად რა არის იცი პრობლემა მსგავსი კონტენტის არსებობის გამო თვითონ სახელი TikTok-ის არის გასწორებული მიწასთან რა შენ რატო ზრუნავ TikTok-ის სახელზე ბიჭო რატომაც არა ჩვენი კონტენტის იზრდება TikTok-ზე და პოპულარიზაცია ძალიან მაგრამ უწყობს ხელს იმიტომ რომ გაცილებით უფრო მარტივი პლატფორმაა ნახე თავისუფალი პლატფორმა იმდენად თავისუფალი რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც ტელეფონი აქვს და გადმოწერს შეუძლია ვიდეო დადოს რა კი ბატონო მაგრამ ნახე შენ კონტენტს აკეთებს შენი კონტენტი მე მომწონს რასაც აკეთებ იუმორისტული კონტენტი ხემონიკაბაძე ეგეთი ერთ-ერთი ვინც თემოს ძალიან მევასება თემოს ისინი რა ბიჭო დრო რო გადის ახლა მეც ჩემ რაღაცებს რომ ნახულობ ხოლმე ეხლა მართლა ანუ წაშლა მინდა ხოლმე რაღაც ძალიან ბევრი რაღაცას წავშლიდი რა აი 500-დან 485-ს წავშლიდი რა ხარ ეს კიდე რა მოქმედებს ალბათ თავის დროზე და მაგითო ხო არა ნახე რა მოქმედებს კიდე მანდ რა სულ ყოველთვის ვცდილობდი ისედაც რომ რაღაცა
ისეთი არ წამომცდენო და ანუ უზრდელობა, მოდი ესე ვთქვა თან რაღაცა და ეხლა რომ ნახულობთ ცოტა შავი იუმორიც მევასება რა და შავი იუმორის რაღაცები რომ მედო ეხა იმ პონჩი ამ სიამოვნებს და ქუჩაში შემხდა ამასია 5 წლის ბავშვი და მიცნო და რაღაცა ნაყის ჭამდა და ვაიმე მეთქი ეხა ეს თუ რაღაცა ჩემი ვიდეო რო ნახოს ის ანუ მე ეგ ფიქრები გიჩდება თავში და მე შენი თავი გეზიზღება იმ პონჩი რომ რაღაცა ისეთი გადაღებული შეიძლება ამ ბავშვმა ნახოს რა ცოტა ხნის წინ ვახსენე იმის სტიკერები TikTok-ის რა რომ ფული როგორც ერიცხება და რაღაცა ეგ სქემა არის. ეგ მარტო რამდენად იცით რა რომელი რა ღირს და რაღაცა ეგეთი. სქემი მე მარტო ის მაქვს. არ ვიცი. აი ეგ თემები მარტო იქიდან გავიგე. ვაფშე არ წარმოდგენია ხო და TikTok-ზე ეგეთი რაღაცა ის რო იყო რა ქვია. ის ალი რა მაგარი კლიტორი კაცი ხარ რო დაუწერს და აი ქართველებო გენაცვალეთ რა მაგარ სიტყვებს მიწერთ აი მარტო იქ მაქნანახი რა მან მაქნანახი რომ რაღაც სტიკერებს და რაღაცებს ურტყავენ და რომ ჩამოდის ისინი ისე არ ხო და ეგ არის ის ალბათ ხო რა ცოტა სტიკერები და არ ქვია რომ მე არ ვიცი იყო სტიკერები აი დოდო მეგრე მითხრა რომ სტიკერები ქვია რა ხო და ეხლა გვაქვს გოლ როგორი გაიტანა ვაიმე ბარსა მაპატიეთ გეხოცებით პროსტა Ferran Torres-მა რა გოლი გაიტანა ბიჭო. რაში გაინტერესებს შენ? რაში გაინტერესებს? ხო რომ ჩაგვიშალა გადაცემა მეგობრებო, როგორც თავიდან დასრულებული იყო ეგ ეს საგიჟეთი. ჯერ ტუალეტში იყო გასული და შემოვიდა და ხა გოლი აღნიშნა. აი ყველაფერს მოუყვებით ხო უნდა გავიდეს კიდე ტუალეტში. ხო, მოკლედ პატარა თამაში გვაქვს. წესები არის ესეთი. 3 სტიკერი იქნება. ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვისაც ყველაზე შორს იქნება სწორი პასუხისგან, ვისი პასუხის იქნება ყველაზე შორს სწორი პასუხისგან. ის სვამს ერთ შოტს. ანუ 3 შოტის დალევა შეიძლება მოუწიოს ერთ ადამიანს და გავასვენოთ გადაცემის ბოლოსკენ. შეიძლება 3-ს მოუწიოს. შეიძლება 3-ს მოგვიწიოს, ეგეც არსებობს. პირველი არის TikTok Universe. ყველაზე ძვირიანია თან. ყველაზე ძვირიანია. ერთი ხო არ ვთქვა, ყველაზე ძვირიანია, იმიტომ TikTok-ის ლოგო, დედამიწა. არა, Universe მივხვდი ეხა რომ TikTok-ს მიიღს 66% და შენ მოგდის დანარჩენი რა და კაროჩი ვიღაცა რო ყიდულ 3 სტიკერს და გიგზავნის და 34% გერიცხება შენ. ჩვენ უნდა დავწეროთ სრული თანხა 100% რა ჩინელები რა ფულსაკეთები. ჩვენ უნდა დავწეროთ რა ღირსა. ბიჭო რაღაცა ანძვირიანი იქნება ეგრე მგონია. მე 100 დავწერე. 400 შეჩემა? $100? ო 100,000 დავწერე. შეჩემა ხوارეგა. გილოცავ ძალიან. 100,000. ხო არ. ბაკონჩი მასკენი მართლა დალევა გინდა შეჩემა. არა მე მეგონა რომ ეს არის რაღაცა გლობალური შეჩემა. არა. ყურია. ყველაზე ძვირი. ყურია რა 100,000. შეჩემა. ღადა იმის რა ქვია დედა მოწყობილი. 100,000 რა შეიძლება გაიგე შეჩემა 100,000 და ეს არის რაღაცა გოლიანი რაღაცას უნდა დაურყა მე. ბიჭო საიბერ ტანკს თუ რა ქვია ტესლას იმას რა ქვია არ ჩათვალოთ რომ დებილი ვარ უბრალოდ ვერ ვერკვევი რაღაცა შესნი რა აუტანელია აუც ან მაგარია ჩესნის აგაკეთა ხო შემდეგი არის ლომი სტიკერი ნუ ეხა მივხვდი რომ აშკარად 500-ზე არ უნდა წავიდე რაღაცა ისეთი ფასი უნდა დავწერო შედარებით დაბალი გუნდი შენ დაიწყე დავი მე დავწერე $50 და ესე მივაწერე ქართულად $4 $400 შენ დატოვე რა მე დავწერე $200. სწორი პასუხია 389. აუ იცოდა. ჩემი კაი თუ არ იმენა იცოდა ვაიმე აფერისტი. წარე დააგინე რა ნებისმიერა. ძალით აცილა ისე. მაგრამ მე რა გუნდი შევდალიოს რა. ძალით აცა მე მეწავაგე. ხო, აბა მეწავაგე. 555 მეწერე. წინაზე მე მგონი ყველა კარგი ადამიანის დავლიე. თუ არ ვწდები. და მოდი ახლა ყველა კეთილ ადამიანს გავუმარჯოს, ვინც ესე უზიარებს თავის თანხას სხვა. გენაცვე, გიორგი. გაიხარე. შენი ჭირო. გავუმარჯოს. აუ ჩვენ რას დავთრებით დღეს. კაი, შემდეგი სტიკერი არის ზევსი მეგობრებო, ჯერჯერობით არის გუნდი შაბდალია 1, მედავლია 1 და ზის და გვიყურებს. ზევსი იყო ისე სხვათაშორის ძალიან მოგულავე კაცი. მოგეყევი, აბა რა იცი ცოტრე ზევსის შესახებ. ბევრი შვილი ყავდა. მოგულავეში გასაგებია. მე 454 დავწერე. არა მგონია იმაზე ძვირი იყოს. შეჩემა. შენ კაი ტაქტიკა მაქვს. დილეი გაქვს. აუ ეხლა მე ძალიან ცუდ დღეში ვარ. შუაში ქორო არის. შუაში ქოროა. მე სვამ ისევ შეჩემა. რა დებილი ფასები არის განაწილებული $452 რა უბედურება.
ქორო რო ვიყო, ეხა მე ავიღებდი და დავლევდი. მე ცოტა რა დავის გადაცემაში. ნახე, ბიჭო, აი ეს არის, აი ძმობა რაღაცა ის, რომ ცოტრემ წააგო. ბიჭო, არა, ჩვენ მქონდა ესეთი თემა, რომ რა არის ისი, შენ რო არ მოგწეოდა დალევა, ერთი ჭიქა გამზადებული იყო მაინც შენთვის რა. მართლა და ეხა მე აიდოდოს თხოვრო, ეგ ჭიქა მოგვაწოდოს. მოდი ამ ჭიქით ცოტნა შენ წააგე საბოლოოდ თამაშის მხრივ, მაგრამ ცხოვრებაში არ წაგიგია, იმიტომ რომ შენერი მეგობარიც მაგას იყოს ვერცე და თან გაქვს შეხება. ჩემთან უფრო ისე არა, ვიდრე უნდიშაგერ. გიორგი გალატოზე, ლუკა, ვოვკა, ნიკა, ტატო, რა ვიცი. ვინმე არ გამორჩენს მეშინია. ეს სადღეგრძელო არაფერ შუაში არ არის ალბათ მან ყველაფერთან, მაგრამ მოდი იმ ადამიანებს მიეცეთ გამძლეობა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ ეხა რა, გინდ სულიერად და გინდ ფიზიკურად რა. და ადამიანებს უსურვებ რომ ქონოდეთ ემპათიის გრძნობა რა, იმიტომ რომ ემპათიის გრძნობა რო გაქვს, შანსი არ არის რომ რაღაცა ბოროტულად ვიღაცას გავუკეთო, აი წეღარას თქვი რომ კეთილი რაღაც სამართლიანი ადამიანები რო ვთქვით, ემპათიის გრძნობა ვისაც აქვს, არ მგონია რომ რაღაცა ისეთი გააკეთოს, რასაც მერე ცხოვრებაში ინანებს რა და უსურვებ ამ ემპათიის გრძნობას ყველას, რა ვიცი, საშუალო თუ არის 25, 50-ს უსურვებ ყველას რა. ჩემს თავსაც მათ შორის. ჩემი ჭიქა. ჩემი გიორგი მას მოგიჭახუნებს და დაიხარეთ. ჩემი გიორგი ოქროს ადამიანი ხარ ოქროს ხელოვნურმა ინტელექტმა ტაში დაგიგრა. მართლა ამაზე სადღეგრძელო თქვი და ეგაკლია ჩვენ ქვეყანას რომ ხალხის ერთმანეთისადმი სიყვარული რა და თან ეხლა ისეთ პერიოდში ვართ ისეთი დღე აღვნიშნეთ დღეს, როდესაც განსაკუთრებით თბილად ეპყრობა ხოლმე ადამიანები ერთმანეთს და ის ვქნათ რომ აი წელიწადში ერთხელ არ ხდებოდეს ეგ და წელიწადში ორჯერ ახალ წელს ხდება ხოლმე აღდგომას ხდება ხოლმე შობას ხდება, როდესაც განსაკუთრებით აი რაღაცა კარგად ვიქცევით ერთმანეთისადმი რა და პატივსებთ ერთმანეთს და ეგრე არ უნდა იყოს რა. უბრალოდ უნდა გვიყვარდეს მიზეზის გარეშე ერთმანეთი და პატივსცემდეთ, ვეხმარებოდეთ და გვერდში ვედგეს ყველას. ასე რომ გაიხარეთ ყველა კაი ადამიანი. სტამბასთან ერთი ბიჭი არის ხოლმე გარეთ რა, გიორგი ქვია, რაღაცებს ყიდის და შეიძლება ნახევარ მილიონამდე ნახვა ქონდა მაგ იმას. ერთი გოგო აკეთებს მაგ იმას რა. და აუ ისე რაღაცა ისე კარგად ვიცნობ მაგ ვისთან, რამოდენიმეჯერ მისაუბრია რაღაცა იქ სულ იქ არის ხოლმე უმაში სპარში ბიჭო სპარში მუშაობო რა. და 6-ზე რომ ამთავრებ ხოლმე გადაცემას, მე გადავდივარ ხოლმე და იქ რაღაც სათამაშოებს ყიდის ხოლმე. გადაცემას არა უღონდ. ის გადაცემა თქვი? ხო. იმას სამუშაოს სამუშაოს გადაცემას რომ ამთავრებ. სლას რო გადაცვლის. მე ხან სათამაშოებს ყიდის ხოლმე, ხან რაღაცა სახალხოდ სალუტები, რაღაც ხლაპუშკები, რაღაცა ეგეთი ისინი ქონდა. აუ ძალიან საყვარელი კაცია, მაგის იმას უყურე რა. TikTok-ს სხვა ეხა იმ გოგოს რაღაცები შემხვედრია, მაგრამ სხვა ეგეთი ხალხის ჩაწერა ხოლმე რაღაცა და ესე საჯაროდ გამოჩენა, ჩემი აზრით ძალიან კარგი რაღაცაა და გონია რომ ამ ადამიანს ვიღაცები გამოუჩნდებიან, ვის დაეხმარებიან უფრო რაღაცა საჯაროდ გახდება ეს ტიპის ცნობილი რაღაცა და ცოტა მეტი რაღაც შემოსავალი და ესექნება, იმიტომ რომ ისეთი კარგი სიტყვები თქვა რა, ვისაც გაინტერესებს, რომ შეიძლება შეხვდათ ახლა 9 მილიონ ადამიანში მგონია რომ იქნებით ახლა და ძალიან საყვარელი კაცია ზმაო და ძალიან რაღაცა ისე კეთილშობილი და კაი ტიპია რა. ეგ რაღაცა კარგი ადგილია მე მგონი, იქ ერთი კაცი არის ზაღლიც რო ყავს, იქ რო ძინავს ხოლმე, ეგეც ძალიან საყვარელი. მან ერთად არიან ხოლმე ძალიან ხშირად სხვათა შორის ეგენი რა, ის გვერდზე იქვე არის ეს რაღაცა ძალიან კაი ტიპია ეგ გიორგი რა და რავი ხო, ვისაც რაღაცა ცოდნა გული შეგთქვათ, რო გაივლით ხოლმე იქ, გამოელაპარაკეთ, ძალიან თბილი და ძალიან კაი ადამიანია და იმ გოგოსაც ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩაწერა ეგ ადამიანი და მე დადო ეს და საჯარო გახადა მაგ ადამიანის ესეთი აზრი რა, ძალიან კაი რაღაცები ილაპარაკა. მინდა გითხრათ პლატფორმის შესახებ, რომელსაც რა სიკეთე მოაქვს, მე ვერ ხვდები OnlyFans-ი იცით ხო? სიკეთე როგორ არ მოაქვს ვიცი. ბიჭო, ანუ მარაზმია რა, ბორდელი არის, ონლაინ ბორდელია შეჩემ რა, ვიმე. ნუ ეხა შენ თუ ესე ონლაინ სტრიპტიზი. ვიღაცა არ ყიდის სხეულს ფიზიკურად ცხოვრებაში და ყიდის ფოტოთი ონლაინ. ანუ სიკეთე არა, ერთი წამით სიკეთე რა მოაქვს. არა, მე არ ვყიდი ეხლა მაგიტო გიარო ხა. და სოტრესაც არ აქვს ჩემი subscribe-ი. მე ეხლა გამომიყვანე როგორც შურიანი ტიპი რომ არ დამარეგისტრირე. მე მგონია რომ საქართველოში არ ვიცი. კონტენტს ვერ და ბევრი აქვს მაგას მაო. სიკეთე ხო ოღონდ ვიცდებს მაგისთვის. ბიჭო, არა მარტო მაგისთვის, ახლა ვიღაცასაც უხარია რა. უხარია რა, კარგავს მილიონობით შვილს კარგავს ვიღაცა. ბიჭო,
შეიძლება რაღაც მომენტში ვერც ასტრებს, კარგად გარეთხოვს, ოჯახის წევრი დახავს, უხერხულში ჩავარდეს რაღაც. მარაზმი ხდება ხოლმე იქ რაღაცეები რა, ეგ არის რამდენადაც ვიცი ხმა ის იდეაში ბიჭებისგან გავიგე რაღაცა მაგაზე რომ ბაზრობდნენ. კომენტარებს წერენ მათ? არ ვიცი, პირველად გავიგე იცი ეს? წერენ დოდო? ხადა? გაცოცხლებულის თემაში იყო რაღაცა რა. რომ OnlyFans-ზე რა არ მახსოვს დაჟე რა რაღაცა იყო თემა და კომენტარების დაწერა ძალიან თემა. ბიჭებო OnlyFans-ი რა არის მეთქი რა ხდება? თავდაპირველად OnlyFans-ი ჩემი აზრით შეიქმნა იმისთვის, რომ აი დაახლოებით როგორც Patreon-ი იყო რა, ხო, ახლა პირადი ცხოვრება გაეცნოთ ხალხს თავისთვის რა, ანუ კონკრეტულად ფანებისთვის ეჩვენებინათ პოპულარულ ადამიანებს თავისი პირადი ცხოვრება, მაგრამ იმდენად რადიკალურად შეიცვალა ამ OnlyFans-ის მნიშვნელობა და რამ ხრივ შეიცვალა ალბათ ყველა კარგად ხვდებით ხო? ბიჭო, მე მგონია რომ თავიდანვე მაგ მუღამი შეიქმნა. მე არ ვიცი. პარალელს ვავლებ 99 კომი თუ იყო თუ გახსოვთ. აი დოდო თქვა რომ 99 კომი ფასიანი იყო და მე უფასოდ შევდიოდი ხომ იყო ფოტოები იყო. აი დოდო განსხვავებით მე მახსოვს რომ ჩვეულებრივი ვიდეოებიც იდომენ. ვიდეოს არ ნახულობდი მე YouTube-ის ფოტოები მაგმაყოფილი. არ მახსოვს ხო? კარგად არ მახსოვს შეიძლება. შენ ამდენი წლის ხარ ჯიგარო? ხო და განსხვავებით ეგეთ საიტებისგან აქ აქვს ცნობა უშუალოდ კონტენტ კრეატორებთან. ანუ იმ კუთხით რომ შეუძლიათ მიწერონ, რაღაცა თხოვონ, ფული გადაუხადონ დამატებით რომ AI ხო არ წერს იმ ტიპებს, ხო არ ატყუებს. არა, არის მომენტი, სადაც შეუძლიათ რომ მიწერონ, პასუხი მოწეროს იმან მოდელმა ადამიანმა. ან ხო, ვინც არის? ხო, ნამდვილმა ადამიანმა. თან ხარ თუ არა რომ გააკეთო ის რასაც თავაზობენ ფულის ფულს და ჩამიგდე სურათი, სადაც იქნები რაღაც მაგარი რაღაცა, რაღაცა იქნება გაყიდული. საშუალო ფასი რა? არ ვიცი, არ ვიცი. გაჩნდა ვისწერს შეჩემ, ეხა შენ თუ მოგწერ იმაზე OnlyFans-ზე რომ ქორო მიდი ეხა მე არ მაქვს OnlyFans-ი. შენ გადაგიხდი $1 და ეხა იმასთან ჩემი აზრით შენ შეგეძლება. ჯიგარი ხარ ეხა ყურადღებას მოგწერ. შენ წარმატებული იქნებოდი OnlyFans-ზე. ბიჭო, Photoshop-ს ყველაფერი შეუძლია რომ იცოდე, ჩემოცოტნე. არა, live chart-ები ძალიან ბევრი ადამიანი როგორც ვიცი, live chart-ებიც აქვს, სადაც უშუალოდ აი პროცესში ეხა შენ live jasmine-ზე ლაპარაკობ. live jasmine-ი სხვა. live jasmine-ი არის როგორი რაღაც იცი? რაღაცა მიდის და მე ხო უნდა გაგრძელდეს და წავიდეს. აქ უკვე ფულს იხდი. რო გაგრძელდეს და წავიდეს. ანუ მიდის ხოძე ხარ ბარათი არ მქონდა მაშინ ეს მომენტი გაქვს 6-ის ვიყავი მიდის და ბიჭო მაგარ მომენტში გიტეხავენ აი როგორი სერიალები რომ თავდება ხო ადრე დრამატულად უკვე რო აი სამყარო რაღაცა რო ხედავ რო გეშლება ყველაფერი იმას მივადგებით ცოტა ხანში რა ქვია ფულების არა ფული ვისაც გადაუხდია დააგინეთ არა მაგას არ ამბობ შეჭერება მაგრამ შეეწერება ვიღაცაზე ვიყურებს ხა OnlyFans აი დოდო შეეწერება მეუბნება არა არ დააგინოთ არა უეჭოდი ხა ეს OnlyFans-ი ვისაც აქვს რაღაცას ალბათ საკმაოდ დიდ მაყურს შეულობენ რა იმიტომ რომ ეხლა არ არსებობს ახლა დავანებო თემა რა არის იცი ანუ მარტო ეხლა ხო ის მოდელები და რაღაცები რაც ვთქვით მაგრამ ცნობილ ხალხსაც აქვს რა ტიპებს რომლებიც ანუ მაგას არ აკეთებენ მაგრამ მან მივდიოდი კითხვით ხო არიან რა ვიღაცები აი მებრძოლები არიან ისინი არიან რა რეპერები არიან ვიღაცები კაცი ქალი AI ოხუი ყველაფერი არის ვაფშე რა აი არის რეპერი რომელმაც 30-ზე მეტი მილიონი იშოვა $. ბიჭმა ტიპმა რა ბიჭმა თუ გოგომ ტიპმა რეპერმა ტიპმა ხო მე მივმართავ ქართულ რეპერებს რომ შეგიძლიათ ხო და კიდე არის Cardi B ხო არის სამონათება ეგ არ მახსოვს ბიჭი არის სამონათება გოგოა ეგ არის ვინც არის ვიცი ხო და ნუ მოკლედ რა OnlyFans-ი ძალიან ისეთი პლატფორმა გახდა ფულის საშუალებელი იმათთვის ვინც ლამაზია ლამაზი და კაი ტერფებია ანუ სექსისტები არიან სექსუალურები. ანუ მუღამი რა არის იმ თავარი მუღამი? ის რომ იმდენად დიდი ფული იშოვება რომ იმის OnlyFans-ის მოდელებმა იშოვეს შარშან მე მგონი თუ არ ვწდები 6 მილიარდი $. 6 მილიარდი. ხო. გააკეთეს OnlyFans-ზე რაც აღემატება NBA-ის მოთამაშეების ჯამურ შემოსავალს რა. ანუ
გაცილებით უფრო მეტუშოობს NBA-ის მოთამაშეებს რო გაეკეთებინათ OnlyFans-ი წარმოიდგინე რასის არ გამორიცხავ რომ გაკეთებინოს რომელიმე არა ყველამ რო ხლიწოს ეგრევე რა ხათა შორის და პრობლემა რა არის იცი მაგანა შექმნა ჯენერის შეყვარებული ვინც ყოფილა NBA-ში რავი ყველამ რო გააკეთოს ჯენერის შეყვარებული იყო ერთი რავი 6 კაცი მინიმუმ იყო ნახევარი NBA შენ კაცებს გამოიწერდი იმაში არა არც ხალებს არ გამოვიწერდი რა თქმა უნდა აი, ეგეც ისე ფულს არ დავხარჯავ შემიძლია არა ბიჭო შემიძლია შევიდე მაღაზიაში და ჩიპსი ლუდისა ვიყიდო და შენ გენაცო გავეთო ხო ხდები რა გარიხა ფეხბურთს ჩამოძდე რაღაცა ხო მე ხდები მაგი ხო ხა ან ჩვენ ბავშვობაში რო ყოფილიყო რა ისეთ თინეიჯერობის ასაკში ბავშვობას ასაკი მითხარი წარმოიდგინე რომ ბარათიც გქონდა და რაღაცა ერთი $40 ცოტა გაფუჭებული ბავშვი ვიქნება $40 გესროლა რა ვინ იყო აი კრაში აი ვისაც აი გენდომებოდა რა ხა ამას ნეტა OnlyFans-ი ქონდეს ან რაღაცა ესეთი ყოფილიყო და გამოიწერდი ამას რომ გენახა რაც გინდოდა აი რაღაცა რომ გეთქვა რომ ამის მოდი ეს გააკეთე ბიჭო ან ნახე ეგეთი არავინ არ მყავს მაგრამ ბავშვობაში ვინც მახსენდება ყველა უბანში ალბათ იყო კალოტკები ესე ეწერა კალოტკები და მან ყველას ჰქონდა პამელა ანდერსონის პლაკატები გაკრული და ალბათ გამომდინარე იმ ეებს რო აგროვებდით ხოლმე რაღაცა ესეთი ეები იყო ხოლმე ემახსოვრება ხალხს რა ბევრ რაღაცას ვაგროვებდი მე და ჟურნალებს ყიდიდი ხო იცი უბანში 10 თეთრად საიდან მოდიოდა ან შენ პამელა ანდერსონი გევასებოდა არა არ მევასებოდა მაგრამ კალოტკებში ხშირი ის მქონდა რა ჩემი ეზოს წინ იყო კალოტკები რა დაში ადრე როგორი დრო იყო ბიჭო არ ნახე როგორი დრო იყო ადრე რომ კედელი მქონდა უბანში სტადიონები არ იყო გარეთ თუ ფეხბურთს თამაშობდით ქვებს ვდებდით რა და ვინც გვიყურებთ რავი ხა ეგეთ ვინმე თუ გიყურებთ რა ქვებს ვდებდით და ქვები რო არ დაგვედო კედელზე მქონდა იმით საღებავით დახატული კარები და ცხრიანის ადგილებზე ცები გვეწერა ცები და ცს გვერდით იყო კალოტკები და ეხა გინ მიდი ბურთი არ შეგივარდეს ეხა ყოველ წამს და ბურთი რო მივარდეთ შევიდოდით პამელა ანდერსონი წკაპ გამო არა ბიჭო არა მე არ ვაკეთებდით მაგას მომიყვა მე რო შევდიოდი ხოლმე წკაპო მე ისეთი ტიპი ვიყავ მე ვარტყავდი ხოლმე ის მეკარე იყო იმას ბურთი რო მქონდა რო შედიოდა ხო ხტები შენზე არ მქონდა ის წარმოადგენა მაგრა გამოძველი საღოლ არა მე ვარტყავდი ხოლმე ბურთს ვაფშე არ გიბაზრია ბევრი პამელაზე ხა რა არა ბიჭო შუაშია საერთოდ არ იმას ვიზავდი ხოდა OnlyFans-ზე შეიძლება ეხა პამელა გაგეჩითოს არ მინდა მაგრამ სხვა ახალგაზრდა პამელა შეიძლება გაგეჩითოს იმიტომ რომ აი სვამ მარტივად ვამბობ რა აი რა შტერობა ეხა დაგენერებული ისინი არსებობს რა ქვია მოდელები რომლებიც უსრულებენ ყველანაირ სურვილს აგერ აი ხედავ ეხა ჩვენი აიდოდო გვაჩვენებს კაკრას დაგენერირა ერთ-ერთი მოდელი ეს უეჭველი AI-ია? ეს არის AI ხო? ბიჭო, ეხლა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 10000-ზე ებეთ ევროს შოულობსო. და ყველაზე გადაობა ის არის, რომ ყველაფერთან ერთად ეს გახდა, ანუ ხელოვნური ადამიანი გახდა ის შეჩემაზარას სახეცო. ჟურნალებზე ახალი შემოსული იყო. სპორტი ახლენი. სპორტ სიახლენი არ იყო ახალი შემოსული. სპორტ სიახლენის ამორძალები საკმაოდ ცნობილი ის იყო, ბუტკა იდგა ჩემი სკოლის წინ და შანსი არ იყო, რომ არ გვეყიდა ყველას, იმიტომ რომ სპორტი ძალიან გვაინტერესებდა ყველას სპორტი. ანუ ბოლო გვერდით საინტერესო. ბოლო გვერდზე იყო ხოლმე, ხო ეგეთი რაღაცა. და არსებობდა კიდე თუ გახსოვთ ისეთ ჟურნალები, რასაც ესე უზავდი და სუნი ქონდა. იმის Oriflame-ის ის იყო, მამა, ეგ იქიდან ვიცი რაღაცა იყიდებოდა მე. ცოტა ვერ იყო. და? ხელით უნდა გიქნა ეგ. ანუ ხელით შემოდი და უნდა ის გიქნა რა. და ჩემი დაცრობით ცოტა ისეთი ტიპი იყო. ჩარლი შირის შვილს აქვს კონტენტი OnlyFans-ზე, სადაც ტერფებს აჩვენებს მამაკაცებს. არის ეგეთი ფეტიში. და უგზავნიანო ისეთ რაღაცებს, როგორიც არის ფეხი ჩაყავი უნიტაზშიო იყო ერთი. იყო თაფლი, ანუ უნიტაზის მერე იყო თუ მანამდე არ ვიცი, თაფლის ისე ფეხზე შოკოლადი და მაგით შოულს ვულს ტიპი რა. ხომ ვერ გაიგო ხა ეს სიტყვა. თაფლი წაისები ფეხზე. არა. შენ არ გაიგო. წაისები. თაფლი წაისები ფეხზე. ვერ გაიგე და იჟეგეთ ესე. გაგებშვიდობებით, ცოტნე მართლა დიდი მადლობა ლუდისასგან, ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ორ გადაცემაში
ჩვენთან ერთად იყავი. ეს იყო გამოსდა, სანამ წაისები სიტყვები შე. ამ წამამდე შეგეძლო ამ გუნდის წევრი ყოფილიყავი. ეხლა დაგემშვიდობებით და იქნებ ცისფერი ულვაშები. ბიჭო, არ მართლა. ფერს შეხედე. გოგოები იკეთებენ ხოლმე სერფერში ესეთ ულვაშებს რა. არის ბიჭო, ამან OnlyFans-ზე რა ლამინირებული ულვაშებია. ულვაშებზე რა გააკეთო რამე? მე რა ცოტა ისეთ იმას ვიზავდი. წაისები ულვაშებზე რამე. ბიჭო, არა, მართლა დედამიწაზე ყველა იმის, რა ქვია, გემოვნების ადამიანი არსებობს და აქვთ არსებობის უფლება. უბრალოდ როისმენ თან ეგეთ რაღაცებს რო აღარ თაფსი ჩაყავი ფეხი და მე ავლოკავ. აი, მომენტი შენ რო ძალიან ბევრი ფული კონდეს რა. და შეგეძლოს აი ვინც გევასებო და რაღაცა იმას მიწერო, რაღაც რა ის სულელე რაც გაგისწორდება შენ რა. რაღაცა ეს გააკეთე და ამდენს გადაგიხდი. რაღაც პონჩი შეიძლება გადაობა იყოს რა, რაღაც პონჩი შეიძლება გაგისწორდეს ეგეც რა. აი, შენ ვიზე ფიქრობ, აბა ვის იმას იზავდი ეგრე. ვის მიუწერდი? აი, შენაც თქვი ზუსტად მაგას. ბუმერანგივით დაგიბრუნებ. რამდენსაც გინდა, რავი. ყველას მიუწერდი საერთოდ. და რას მიწერდი აი ხა მაგალითად? რა უნდა მიუწერო? ეხა გელაპარაკები მე 15 წლის გიორგის გადასახედიდან. მაგაზე რო ვფიქრობ და იმ გადასახედიდან ჩემი საუბარი ეხა არ შეიძლება. მით უმეტეს როცა შეიძლება რამდენიმე კათხა ქონდეს დალეული. როგორი ზიანი მოაქვს? რა ზიანი მოაქვს მაგას? ბიჭო, ზიანი რა პონჩი მოაქვს, შეიძლება ის იყოს თემა, რომ თავისუფლება როგორც ესეთი არასწორად არის ხოლმე აღქმული რა, როგორც ცნება თავისუფლება და აი ამერიკაშიც არის ხოლმე ეგეთი ხშირი შემთხვევები, რომ ვიღაცა აი გარეკელი აქვს ეგეთ რაღაცები საგან გადართულები რო არის, შეიძლება ვიღაცა მივიდეს და იმის გამო რომ რაღაცა ფოტო არ ჩაუგდეს, შეიძლება მოკლას ვიღაცა რა. არ ვიცი ხა ამერიკაში მსმენია ეგეთი რაღაცა, მაგით ვთქვი ამერიკა, თორე რუსეთშიც იყოს რუსეთის დედას კაცო. ეს არის ის გოგო, რომელიც ძაღლს ბაძავს და OnlyFans-ზე ისა, რა ქვია. ძაღლის მიბაძვის პონტი აქვს და იშოვა 700,000 евро წელიწადში. ხო, ჯენა ფილიპსი, ხო? ეს. ჯენა ფილიპსი. ძაღლს ბაძავს, ანუ ძაღლივით იქცევა რა, ეს ყელზე ისა აქ მობმული, რაღაც ეგრე დარბის და ხალხს ევასება ეგ პონტი. რა, სადაც ვიღაცას ევასება, რომ ტერფი უნიტაში უნდა ჩააყოფინო და მოდი შენ 50,000 გადაგიხდი. არ მიკვირს და ეს ევასება და ძაღლი გოგონა. ხო, ვიღაცა ტიპი იყო ადრე არ მახსოვს ეს OnlyFans-ზე შეიძლება არ იყო, მაგრამ პროსტა ეგრე ცხოვრობდა, ძაღლივით ცხოვრობდა და ქუჩაში 4-ზე დადიოდა და ზმანი ეცვა ხოლმე რაღაც ეს დალმატინელის და რაღაც ნუ რა დალევს ვიღაცას ეგევასება. ეს არის, რა წეგან ხო ვთქვი რომ დედამიწაზე ყველა თავისუფალია თქო უკან მიმაქ ეს სიტყვები რა. აღარ გინდა ხო თავისუფლება. ვაზრობა ის არის, ანუ ტიპს უნდა რომ ძაღლთან კონდეს რაღაცა რა თუ ეს მოწონს ვიღაცას ავატყოფი ხარ, რა ვიცი. ბიჭო არა. მე მკიდია რა ავატყოფი ხარ თუ რავი ძაღლთან რა. მაგაზე უცნაური არის ერთი მოდელი, რომელსაც ქვია მელანი კოლეტი და რომელიც არის Rangers-ის ფანი, ფულშოულობს იმით რომ აგინებს Celtics ფანებს. ეს არის ანუ ეს არა. პროსტა გულხი გეუბნები, ვიცი, მარაზმი სადამდე შეიძლება წავიდეს. ბიჭო, ნახე მე ძაღლი უფრო მიგვერს ვიდრე. მეც ეგრე ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი Rangers Celtics წარმოიდგინე არის როგორი რაღაც იცი, აი ძალიან დაპირისპირებული. ერთი ქვეყნის ძალიან დაპირისპირებული ორი კლუბი რა. არა, უსრულებდეს Celtics ფანებიც კი წერენ რომ მაგინეო. და ფულს უხდიან მაგაში რომ მაგინეო. ბიჭო, ანუ Rangers-ის ფანებიც იხდიან იმაში რომ Celtics აგინოს, Celtics ფანებიც გიხდიან რომ იმას აგინო. გონდის გასაკვირი არ არის, რასაც ჩვენ ხედავთ, იმედი ამას არ ამოანათებენ ახლა, რასაც ჩვენ ვუყურებთ და სხვა ფოტოს ამოანათებენ. ვიღაცა თუ დაგუგლავს ამას და მოედებს ახლა რომ გაგინოს, ახლა არ არის, ახლა შეიძლება წინააღმდეგი არ იყო, რო? ხო, ნუ რაღაცა $1 მე მგონი სულელეში დახარჯოს, ამაში დახარჯო ჯობია. შემდეგი არის კიდე ერთი პერსონაჟი OnlyFans-ზე, რომელიც 10,000 კალორიას ჭამს. დღეში იღებს 10,000 კალორიას. 10,000 კალორიას და ანუ გაგიკვირდება და ეს არ არის ლამაზი გოგო, რომელიც ამას აკეთებს. შეგიძლია გახედო სურათს და მიხვდები ვის ამას საუბარ. ცოტნე არის ეს ოჩოლეიშელი. ერთი წამი. მე რა მაინტერესებს ახლა განმანათლეთ. 10,000 კალორია ხო დღეში? ქართულ საჭმელზე გადამითვალეთ და მითხარით. ქართულ საჭმელზე რა გადაგითვალთ, ჩემი აზრით ხინკალი? არა, რაოდენობითაც.
ხო, ერთი ცალი ხინკალი იქნება დაახლოებით სადღაც 150 კალორია რა. 150 კალორია თუ არის ერთი ხინკალი ზმაო. ანუ წარმოიდგინე, რამდენი უნდა ჭამოს. მაგრამ არის ხა ის რა ქვია, იმას თუ შეჭამ რა ქვია, ნუტელას მთელ ბანკას, ბევრად მეტი ის იქნება რა, ნუტელას იქნება რავი ერთი 3000 კალორია მთელ ბანკასაც შეიძლება მეტი. ბანკის კიდე იმას კილას, მაგრამ 65 ხინკალს მინიმუმ ჭამს ანუ. მე მგონია რომ ცოტა მეტი ჭამს ახლა სულაც უყურებ. OnlyFans რო ოდნა რაღაცა. YouTube-ზე ძალიან ყურებადია ეს მუკბანგები და რაღაცა რო ჭამს ვიღაცა ტიპი. მე როგორც ხედავ შიშველი აკეთებს ამ ყველაფერს. 20 евро უნდა გადაიხადო რომ თუ ამის ფოლოვერი გახდე. ყოველთვის წარმოიდგინე და ამას რო უყურო. 20 ევროს რო ბაზარი არა, ნახე შენ რო იწერო და რაღაც დამატებით თუ გინდა мотиваცია აიღო იმისთვის რომ იბარჯიშო. დაიკლო წონაში ან ასე შემდეგ. გამოიწერე. კარგს ეძებ ხა ამ ყველაფერში. გამოიწერე, ეს არხი უყურე ამ ტიპს და უყურებს რომ ამდენს ჭამს და მუცელი აქვს ესეთ მდგომარეობაში. ხო მიხვდები რომ ეხა თუ ცოტა აზროვნებ რომ ცუდია ეს ყველაფერი და შეიძლება მაგით გადავ. რა ვიცი მე. შენ თუ გონია რომ ეს პიკია. მაქსიმუმ მაგიტო გამოვიში. შენ თუ გონია რომ ეს პიკია არსებობს. ბიჭო, ის დამეტანია. რომელიც თვეში შოულობს $4000 დაცემინებით და ხველებით. შენი ეზეთ სადამდე შეიძლება გასტანოს ამ მარაზმმა. აი სად შეიძლება რაღაცა მე ვიცი. ეს არის ფინალი ხონდა ეს რაღაც. ჰოლი მაგუაიერი ქვია. რა? მაგტიპს. რა მაგუაიერი ხო რა? ის მაგუაიერი რო იყოს დამიჯერა ბევრად მეცი შოვიდა. გინდა დაცემინებით და რითის გინდა რაც უნდა აკეთებინო. ვიცი ტიპი. ანუ დაცემინებით და ხველებით ისოვის ეხა მეც ვიშოვი და ხო და ხვდები რა ანუ მეორე სურათი აჩვენე რომ მიხდეს. არა რაღაცა სურათი აჩვენე და დაცემინებს რა. ეგრე ჭადრაკსაც თამაშობენ, ნანახი მაქვს რაღაცა. ჭადრაკს თამაშობენ, აი მე ხა არ იქნება სასიამოვნო რომ გავაკეთო, მაგრამ აი ჭადრაკს თამაშობენ და ძალიან უწოპოწოს ხედან, ანუ აი ყველაფერი არის. ფიგურებს მალავენ. სისულ სადმალავენ სამომიჭერი. სადმალავენ და ცოტა სადმალავენ მოკლულ ფიგურებს გოგონები. თუნ საჰურ. თუნთუშ. თქვი თუნთუშ. ფანტაზია გამექცა, ხო და ეს ყველაფერი ხო გაგიგია იმის შესახებ, TikTok სახლის შესახებ. TikTok რა? სახლი რა, ეგ თემები ხო იყო რომ TikTokerები ერთად იკრიბებოდნენ ერთ სახლში ცხოვრობდნენ და რაღაცები ხო, ერქვა TikTok სახლი ერქვა დაჟე მაგას. ანალოგიური არსებობს OnlyFans სახლები შეჭმა, სადაც პირველად გავიგენ რა TikTok სახლი. კიდევ ერთი სურათი შემომეყობა რა, აი ესეთი კამანდა. სხვადასხვა ესტუმრებოდა კაცი, ხელსარიელიც ვერ მიხვალ. აუცილებლად რაღაცა უნდა მიუტანო. ესეთი სახლები არსებობს, სადაც ერთად ცხოვრობენ და ჭადრაკის ფიგურებს. ჭადრაკის ფიგურები მეგონი თვითონ ექნებათ და შენ რას მიუტანდი ცოტნე. თვითონ ექნება. ცოტნე ორნახევრიანებით. 7 დგანან, აი რა უნდა გააკეთო რომ ყველა აი ძალიან კარგ ხასიათზე იყოს, აი რას გააკეთებდი. ვერაფერს ვერ გააკეთებ. ლუდისას მიუტანდი. ვიცოდი რომ მაგაზე ხა ხო ვერაფერს ვერ ეთქვი და კაი ბიჭი, აი. აგიმართ. შენ რა სიტყვი ამ სახლებზე რამე ისტორია? ეს ამ TikTok სახლი პირველად გავიგე. TikTok სახლი არსებობს ეგეთი რაღაცა, ანუ გამიგია რავი, შემოხედე. TikTokerები როგორც ჩვენთან იყო რა, იდეაში ხარ ხო არის კოლაბორაციები ქონდათ, ერთად იღებდნენ ვიდეოებს და ცხოვრობდნენ ერთ სახლში რა. ლოგან პოლს ქონდა TikTok სახლი. ეგ სახლი. ხო ჩვენთანაც ხო იყო სხვა რამე ხო არ იყო ჩვენთანაც ის რაც იყო რა ის Prime House-ის მონტე TikTok სახლი იყო რა ფაქტობრივად შემეყო ყველა მაგ იმაზე იყო პლატფორმაზე უფრო აქაც იგივე მონტეა რა ბიჭო პროსტა ლოგოები თუ არიან ეხა ერთი ისა ცოტნე რა გახდა მე მგონია რომ ეხა აქ უბრალოდ ის არის რა ქვია მადლობა ეს რო განვავრცოთ ეს ბიჭო ერთი მადლობას კი მიხდი მაგრამ შეხედე ცოტნე 7 არიან 7 არიან მაგრამ რა არის იცი ვერენდობა კაცი ახლა ეს პატრიოტსანი იქნება ცოტნე შევაცოლოთ მოიყვანს რომელი მე გაგიკვირდება და არსებობს ეგეთი TikTokerიც რომელიც ძალიან რელიგიური ვარო და ქალიშვილი ვარო და 54 მილიონი იშოვა ევრო წინა თვეში აი უპატრიოტსნესი მაგარი მაგარი ადამიანი ყოფილად ხო მინდოდა მე მადლობა ხო და სურათებს იმას ბოლომდე შიშვალ სურათებს არდებს რა ანუ ისა რა არა რელიგიო საკმაოდ მადლობა დოდოს რომ დღეს ჩვენი სურათები მოგვიმზადა დოდოს კონდა გამზადებული სურათები რო ჩავსკროლოთ ხვების საკმაოდ რაც გაიგო ამ ადამიანზე ეს არის სოფი რეინი რომელიც ანუ ეგრე ამბობდა რომ ქალიშვილი ვარო და რაღაც 19 წლის ვარო ახალგაზრდა ვარო
ხალხს ატყუებდა, რომელიც სადაც მოწონდა ახალგაზრდა გოგოები, მაგრამ აღმოჩნდა მე გაუბაზრდა, რომ არც ქალიშვილი არ ყოფილა, ეგ როგორ გაუბაზრდა არ ვიცი, მეთქო ვიღაცამ თქვა. ყოფილა 27 წლის, სხვა სახელი და გვარი ქონია და იმაზე რომ ატყუებდა ტიპებს, რომ ეს ვარ, ის ვარ, რომ 44 მილიონი ევრო იშოვა მაგით და მეც ხო შევიდე და 19 წლის გოგონა ვარ თქო ხარ. 19 წლის ვარ და არ ვსვავო რაღაცა ეგეთი. შორის ეგეთი რაღაცა აქვს გაკეთებული იმას, ვიღაცა შავკანიანი ფეხბურთელი იყო ლაციოში, თუ გახსოვს 17 წლის ვარო. თამაში რო არ უთამაშია მაგდებს. 12 წლის იყო თუ რაღაცა. 17 წლის ვარო თქვა და რაღაცა გააფორმა ისე 32 ის იყო თუ რაღაცა და რადგან ახალგაზრდა ხარ ფეხბურთში მაგარი თუ ხარ ყიდულობენ რა ეგრევე და უფრო ძვირიღი ხარ რა იმიტომ რომ დიდხანს იქნება მეცაც გეტყვი მე ძალიან შორს ვარ წავიდეთ ხო მე მგონია რომ აქ ჩვენთანაც ხდება ეგეთი რაღაცეები რომ ასაკის გადაკეთებები და რაღაცეები ძალიან ხშირი იყო ხოლმე მე გუნდელები მყავდა გასა ხო ძალიან ბევრი რომ იმიტომ რომ ხა 3 მე ხა იმას ვქო 15 წლის გიორგი რო შეგეშვა გუნდიშა რო შეგეშვა 12 წლის ბავშვებთან გადავჯეგავდი ალბათ იქაურობას რომ სახეს გაუხევდი და გამოჩნდებოდა რომ მე მაგარი როჟა ვიყავი რაღაც შორს არის იმ თემისგან არა არც ისე ხო არც ისე იმიტომ რომ ვიღაცებს 19 წლის რო იყო მაგიტო ხონდათ გამოცემა რაღაცა რა მაგ ნანახი იცი ვიღაცა ტიპმა პროსტა მარტო ვიკიპედია გააკეთა თავისი რა რომ ვითომ რამოდენიმე გრანდში უთამაშია რა ცოტა ისეთში რა საფეხბურთო იმაში და ამით გააფორმა ბიჭო გუნდი არ მახსოვს რაღაცა თესტ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი და პირველივე ვარჯიშზე რომ უნდა მისულიყო იქიდან მოყოლებული რამოდენიმე თვე ტრამა ქონდა რა ფეხი რაღაც და ხელფას იღებდა ჯუაკი რა პროსტა ეგრე და თქვენ გონიათ რომ უცნაურად გადახვედით თემიდან თემაზე? არა შემდეგი თემა იქნება თამაში და ვირისი ეგრიგობით უნდა დაახსახელოთ არსებები რომლებიც ყოველწლიურად ხოცავენ ყველაზე მეტ ადამიანს და გამარჯვებული რა თქმა უნდა ანუ დამარცხებული დალევს ვისკის თუ ფრეი იქნება დავლევ მე ასე რომ მოინდომეთ ბიჭებო ასე რომ მოინდომეთ ბიჭებო ტოპათია რა ადამიანი ჩემი აზრით პირველივეზე 10 მეგობრებო და ტოპში არ იქნება არა არსება ხო თქვი არის მეორე ადგილზე ადამიანი და 400,000 შეწირული ცხოვრება ადამიანის ხელით გველი იქნება უეჭველი გველი ყავს ჩვენ მესამე ადგილზე აჰა და 138,000 ყოველწლიურად კოლღო ვაუ ეგ იქნება პირველი ადგილი მალარია შეჩემა 728,000 ლომი მართალი ხარ გიორგი ლომი არის მე-10 ადგილზე ვაუ განსურა და 200 ადამიანს იქიდან ჩამოვიდით ამ იმაზე ციფრზე ძაღლი კარგად წახვედი ხო რომ მეთქი დავაზუსტებ ინგლისფერად თქო და მაი არ არის ადრეა თქო ძაღლი არის და კლავს 59,000 ადამიანს მოდი იყოს ვირთხა არა არა გიორგი რა ვიცი ეხა დიდი წესით მოსახლეობა და იყოს შემდეგი ობობა ტარანტული ხო ჭოები წერია რა მეწარმავლები რომლებიც ხო რა ობობა გადის მიუხედავად იმისა რომ მეწარმავლებში არ გადის ობობა არის არა ხნიდი ჩაითვალა თუ ობობა არის კი ჩაითვალა მე-5 ადგილი 10,000 მოკლული წელიწადში მე ვიცი მე-9 ადგილი გისმენ გიორგი დარწმუნებული ვარ ნიანგი გიორგი მეცაც გეტყვი მე-9 ადგილი არ არის უნდა მეთქვა ნიანგი არის მე-7 ადგილი და 1000 ადამიანი წელიწადში ვეშაპი სამწუხაროდ არ არის ვეშაპი სპილო ოჩხ გიორგი სპილო არის შენს მაგას ვფიქრობ სპილო წელიწადში 100 ადამიანს ყავს და არის მე-8 ადგილს ჩიტი კურიტი აი მე ერთი ვიცი მაიმუნი ბრანჭია რომელიმე ის იქნება რა არა რატო ბეგემოტი არა სწორი ჰიპოპოტამი არის სწორი ხო მე-9 ადგილზე 500 ადამიანი წელიწადში გველხოკერა რა პერსონაჟია მულტფილმის თუ რა გველხოკერა გონდიშ ბოლო შანსი და თუ არა და წაგებული გაქვს 3,300 ადამიანი წელიწადში ხო არ გადაო კათამი შეჭე ხო დალიები კათამი ბოლო იყო მორიელი თავიდან მინდა და მეთქვა და მე თავიდან რომ ამომიარ და აღარ მიფიქრე შენ გუდი აღარ გაქვს შემიძლია მაგრამ არ გამოვიძახე არ გამოიზახო ჩვენი ტრადიციული რუბრიკა ახსენი სიტყვა ბრატ დღევანდელი რუბრიკა გამომდინარე თემებიდან გვექნება
სიტყვა ნაშა. საიდან მოდის შენი აზრით ეგ სიტყვა? ანუ რას ნიშნავს? სიბოროტიდან. რაღაც დონეზე შეიძლება დაგეთანხმო. ნუ ვიცი. საიდან? ხენ არის არ ამბობს? არა, ორივეს გეკითხები ჩამოვთვალე. ნაშა. ეს ალბათ მოდის რუსული იმიდან რა. ნაშა ხო ჩვენ. ნაშა eta которая там. ადრე რო გაჭირვება იყო. უბანში ერთ გოგოს რო ყველა ხმარობდა. დაიცა. ნაშა მაგ ფონჩი შეჭო რომ ჩვენიო. მე სხვანა ნაშა თუ ნაშა, ეტო ნაშა. ნაშა მე გადმოვაკარდე. არმენიას კი ორ ნაშა. ანუ რა საით ცუდი ვარიანტი იყო ჩემი? ვარიანტი კაი იყო. მაგრამ მართალი არ არის? ბიჭო, არა, ანუ თუ გაინტერესებს სპარსულად ნიშნავდა მოსამართლეს. რამე იმას ხო არ გაძლევს ეგ? ვარიანტებს კიდე, როგორ შეიძლება და შექმნილიყო ეგ სიტყვა? არა, ვიცი, ბევრი ნაშა, ეხა დღეს ვიც მოსამართლეა. ჩემი ასეთ გაისრო კები ამ გადაცემის მე. არა, ბიჭო, რა ხე? ვიღაცაზე შეგდებ, რომ ძალიან ნაშობს, ანუ ძალიან ესე ჩაქუჩს რო ეს. აუნა კარგად შეცვალა. ნაშა ნიშნავს ნასტაიაში. არა, ერთიც. როდი შეღوار გაქვს ვარიანტები მანამდე. მე გამოვიცანი ის მე იგივე მეგონა, მაგრამ მე ვიცი, ნაშა სპარსულად გეტყვი ზუსტად რას ნიშნავს. მითხარი სპარსულად გითხარი რასაც ნიშნავს მოსამართლეს. აბა რა გინდა? საიდან წარმოიც. ანუ საქართველოში რატო გადმოვიდა და რატო აქვს ის მნიშვნელობა რაც აქვს საქართველოში. ანუ მოსამართლე როგორ გახდა აქ? ბიჭო, წოლკა. მოსამართლეები ისეთი იყვნენ ადრე მიუღებელი ტიპები. და მაგიტო ნაშა და რაღაცა იმაშევოდნენ მოსამართლეებს ადრე. ოლი ფაზზე იწერდნენ. ოჯახში გაურკვეველი სიტუაცია რო იქნებოდა ადრე. ურემით მოქონდათ ნაშა, წამოვიდა სახში, ცოლიებართალი, ქვარიებართალი, ეს დაშა გადაწყვეტდა. თუ ცოლის მხარეს გადაწყვეტდა, მერე ხდებოდა ნაშა ნამდვილი. იმიტომ რომ ქმარი ცოტა უკმაყოფილო იყო და ოთახიც ჰქონდათ ცალკე. და მერე ნამდვილი ნაშა ხდებოდა და თუ ქმრის მხარეს დაიჭერდა, ნაშა არ ხდებოდა, ჩვეულებრივი კარგი ადამიანი. ინდურად ნიშნავს ლამას ქალს. ინდური ოფილოში. ვიღაც ჩამოვიდა საქართველოში და ინდოეთში რა ნაშები არიან. სოფლე ბევრი ინდოელი ცხოვრობს აქ და ქუჩაში გასვლის შემეშინდებოდა შენ ადგილზე. უნდის რას ამბობდი? ჩემი აზრით ამ პოდკასტს არ უყურებ. რატო შემეშინდებოდა? არ არსებობს. არა, რატო შემეშინდებოდა თუ ინდოეთში ნიშნავს ლამაზ ქალს? მე მეგულისმე რომ ბევრი ლამაზი ქალი ცხოვრობს ინდოეთში. შენ გინდა რომ შენსგან შემოადრეალო ჩემო ქორო. არა, ცოტნე, 20 მოძრაობენ. შენ ვიჩხუბებთ გიორგი. მე შემეცი, შენ შემეცი. ქორო დაარქვი ამ სურათ სახელი და შენი სახელია ცოტნე ფილო, ბატატო ფილო, ჯიმნასტიკ. No, bro, no. ეს საპატივცემულოდ no gymnastic, no. No, bro. ძალიან ისო რა ქვია, ნაშაო. ყველაზე მეტი ნაშა ყავს. ლამაზი ქალი, ყველაზე მეტი სოფლიო ყავს ინდოეთს. მე გამიკვირდა. ბიჭო, მე მგონია რომ აი პროსტა რატო აძრავენ ეცი, აი იმის გამო. მე ვიკითხავ რომ ვენესუელას რამდენი ყავს თუ ვიცით? ვენესუელასაც 6 ყავს, ორივე, ინდოელი ვინ გახსოვთ? აიშვარია რა, აიშვარიას გარდა გახსოვს ვინმე? ბიჭო, მინდა გითხრა რომ ბავშვობაში მაგალითად რა, მე რო პატარა ვიყავი, ძალიან ბევრი ინდური ფილმები და რაღაცები გადიოდა და ჩემთვის სილამაზის ეტალონი ცოტა მაგასთან იყო რა, ახლოს, იმიტომ რომ აიშვარიაც მაგდროინდელი ტიპია. და ეს აქ ის რა ქვია, ეს ხალი, რომელსაც წითელი წერტილი, რომელსაც თავის დანიშნულება ჰქონდა რა, გასათხოვარი, გაუთხოვარი რაღაცა ისინი. ჩემთვის ძალიან ის იყო რა, აი ინდური გარეგნობა ძალიან წმინდა იყო. ხო, მაგრამ ევასებოდა, მეგონა რომ რაღაც რო გავიზდებოდი ეგეთი ის მე მაკეთკენ წავიდოდი გემოვნებით რომ ვენესუელასაც რო ყოლია გამიკვირდა. არა, მე არ გამიკვირდა. იმიტომ რომ ნანახი მაქვს ერთი მის სამჯერ ნანახი მაქვს ვის სოფლიო და ვენესუელა. მე ეგრე არ უყურებდი ხოლმე. ქორო რა ხდება ჩვენთან რა? კომენტარების საუკეთესო კომენტარების ავტორებს ვაჯილდოვებთ ხოლმე. ყველა გადაცემის მერე რა და ეხა ისე გამოვიდა. გადავსვათ ხოლმე ლუდისას სასაჩუქრი ნაკრებს და ეხა ისე გამოვიდა რომ ეს ეპიზოდი ცოტა მალე ჩავწერეთ. და კომენტარები არ დაგროვდა იმდენ რამდენიც გვინდოდა და შემდეგი ეპიზოდზე
ამ ვიდეოს ქვეშ რაც იქნება კომენტარები ამ საუკეთესოსაც და წინა ეპიზოდის საუკეთესო კომენტარსაც გადავცემთ ლუდისა სასაშუალო ნაკრებს და ამიტომ ხო რა ვთქო ჩვენ გამოწერეთ კომენტარებში დაგვიწერეთ საუკეთესო თემები რა იყო რა მოგეწონათ ასევე თქვენი ვარიანტები ხუმრობები ამ თემებზე მაქედან გამოვარჩევ საუკეთესო კომენტარს დიდი მადლობა ლუდისას ჩვენი გვერდში დგომისთვის და დიდი მადლობა ქოროს იმისთვის რომ დღეს ესეთი მხიარული დღე გვაჩუქა ჩვენ. შემეს თავი შეიკავ ძალიან ბევრჯერ რომ არ გასულიყო. ძალიან დიდი მადლობა ქორო შენ და მაყურებლებო თქვენ და აუცილებლად დაალაიქეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ ამ ვიდეოს, რაც შეიძლება მეტი ნახვა და შემოგვიერთით ჩვენ გუნდში. გაგმიმარჯოს. სამარილეს. დაარტი, შეგიფსონ ლუდი.